ერთად ჩვენთან ერთად იმყოფება პარტია ჯერ საქართველოს მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი. გიორგი, მოგესალმები, მადლობა სტუმრობისთვის. რა სიგნალია ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი ბაქოსა და ერევანში, როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ეს თქვათ სტუმრობა მისი ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან? ეს არის დასავლეთის გრძელვადიანი უკვე ნაბიჯები, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის ორი ძირითადი პროექტის განხორციელების მიზნით. და ევროკავშირის პროექტი არის სწორედ EU Global Gateway. ახალგაზრდას როგორც მოგეხსენებათ, გაიმართა ესე იგი ევროკავშირის შეხვედრა, რომელიც იყო კავშირზე, კომუნიკაციებზე, ლოგისტიკაზე მიძღვნილი და მთელ რეგიონს ეხება ევროკავშირის თურქეთს და უკვე პრიზმა ჩდება ასეთი: სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია. EU Global Gateway-ც რეალურად ამ კონტექსტში ჩდება და ის რომ ევროკავშირის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რეგიონში არის ჩამოსული და საქართველოში არ არის ჩამოსული, მკაფიო სწორედ იმის დასტურია, რასაც ვაცხადებ, რომ პრაქტიკულად მთელი ლოგისტიკური მარშრუტების ლოგიკა გადასულია საქართველოსთან სამხრეთით, რაც არის უზარმაზარი ზიანი და შედეგი ქართული ოცნების პოლიტიკის. რა შეიძლება დავკარგოთ ჩვენ ამ პროცესში, მაინც მაგალითებით რომ ვილაპარაკოთ, კონკრეტული გზავნილები დახმარების შესახებ გამოაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, როგორც ბაქოში, ისე ერევანში ცოტა ხნის წინ. რას კარგავს ამ პროცესიდან საქართველო? პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ევროკავშირის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, მთელ ლოგისტიკურ ბმებში, ენერგეტიკაში, ციფრულ ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, ეს არის, რა თქმა უნდა, უშუალოდ უსაფრთხოების გარანტია, რადგანაც თუნდაც საქართველოს მაგალითზე ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტორი იყო სწორედ ის უზარმაზარი ლოგისტიკა, რომელიც 90-იანი წლებიდან საქართველოში აეწყო და დღემდე ფუნქციონირებს, მაგრამ დღეს მათი სტრატეგიული მნიშვნელობა მცირდება, რადგანაც ყურადღება გადადის იქეთ, ასე რომ ჩვენ ვკარგავთ ეკონომიკურ გრძელვადიან დოვლადს, ჩვენ ვკარგავთ ინვესტიციებს და ჩვენ ვკარგავთ პირველ რიგში უსაფრთხოებას, რომელიც ამ ყველაფერში გეოპოლიტიკური წონა და წონა როგორც ასეთი ქვეყნის რა ფუნქცია გააჩნია ქვეყანას ჩვენ აქამდე სწორედ სარგებლობდით იმით რომ ვიყავით აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელი ასეთი რგოლი, მიუხედავად იმისა რომ აკა ბოჭორიშვილი აცხადებს რომ უალტერნატივო არის საქართველო, თურმე ცდება ქართული ოცნება მორიგჯერზე საკუთარ საგარეო მულტივექტორულ დიპლომატიაზე და ამბობს რომ ყველასთან შეიძლება საუბარი და რომ ჩვენ საქართველოს გვექცევიან უსამართლოდ ევროპელი ბიუროკრატები. მულტივექტორული პოლიტიკა არის აგერ სომხეთში, ესეც აქვს გამოცხადებული სომხეთს და ახერხებს შეერთებულ შტატებთან სიღრმისეულ სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, ამის ფონზე რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან ურთიერთობების არ გაფუჭებას და დაბალანსებას. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? გააფუჭა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობიდან ნდობა წარმოუდგენლად დააზიანა ევროკავშირთან პირდაპირ მტრული რიტორიკის შემოღებით ურთიერთობები, ამავდროულად რუსეთის მიმართულებით რა შედეგები გაგვაჩნია, აგერ ანექსიის დოკუმენტი მიიღეს პრაქტიკულად შუაგულ საქართველოსი, ცხინვალის რეგიონის, ჩინეთის მიმართულებით ძირითადად ეს არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტოტალიტარული სისტემების დანერგვის მცდელობა და აგერ ციფრული კამერები მაგის დასტურია, ხოლო ირანის მიმართულებით ახლა რა გველოდება თურმე აღმოჩნდა რომ დიმიტრი მედვედევი, რომლის ბრძანებითაც იბომბებოდა ჩვენი ქვეყანა, ახლა იქნება თეირანში და მის გვერდზე დადგება ყაველაშვილი და ეს არის რა შედეგი მოაქვს ამ პოლიტიკას. თუმცა აი რა კი გაახსენეთ, აქვე ჩაგეკითხებით, ქართული ოცნების წარმომადგენლები აქ იშველებენ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს, ისინი ამბობენ რომ მაგალითად თეირანში ჩავა ილჰამ ალიევი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ასევე ნიკოლ ფაშინიანი, რეგიონის ლიდერები და საქართველო ამას ვერ გამოაკლდება. როგორ შეიძლება განვითარებული იყო მოვლენები, ისე რომ რაღაცნაირად დიპლომატიური, თქვათ, პოლიტიკა, ეტიკეტი ამ შემთხვევაში ყოფილიყო დაცული, რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს, ანუ ვინ უნდა გაეგზავნა, ან რა შეგიძლია გითხრათ ქართული ოცნების ამ არგუმენტზე, რომ მაგალითად რეგიონის ლიდერები იქ ჩავლენ. პირველ რიგში რეგიონის ლიდერებს რო ეხება, ეს არიან ირანის მეზობელი სახელმწიფოები და მეზობლების მიმართ სხვა დამოკიდებულება და მიდგომა არის, რისკებიც და საქართველოს მიმართ სხვა, მაგრამ მე პრობლემას სხვა გამხედავ, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ესე იგი ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად და არ არის ჩვენი პოლიტიკა, ხო, მათი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ირანის გავლენა საქართველოს მოქალაქეებზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, რაც არის საკმაოდ სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა და შესაბამისად, როცა ასეთი მოწყვლადი გავხდით, რა თქმა უნდა, ეს უკვე გვართულებს ურთიერთობებს და თავისუფალ მანევრსაც გადაწყვეტილებების მიღების, მაგრამ სად ვიყავით მანამდე? ეს გავლენები იყო მკვეთრად აღკვეთილი, შეერთებულ შტატებთან ვიყავით ყველაზე ახლო რეგიონიდან
ისრაელთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები. აი ეს ყველაფერი აი ეს აქტივობები ჩვენ რაც ვხედავთ ხო იგივე ახსენეთ აი აქტივობები ირანული გავლენების ზრდასთან დაკავშირებით როგორ უნდა უპასუხოს ამას რეალურად ქვეყანამ ისე რომ რაღაცნაირად შუალედიც იყოს რაღაცნაირად სხვა რაღაცაში არ გადაიზარდოს ეს პროცესები რაღაცნაირად არ დაიჩაგრონ კონკრეტული ადამიანები თემი და ასე შემდეგ რა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ქვეყანამ ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარი რომ დაანებეთ იმ ადამიანებს თავი რაღაცნაირად შუღს აღვივებ თუ ასეთი ტიპის რიტორიკა აქვთ მათ აქ არანაირად არ არის საუბარი შუღზე ჩვენ კონსტიტუციით გარანტირებული გვაქვს თავისუფლება და დისკრიმინაციის არ დაშვება არის მნიშვნელოვანი მაგრამ იმის ნაცვლად რომ ესე იგი დისკრიმინაცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ქონოდათ პრაქტიკულად ქართულ ოცნებას და ახალგაზრდა გოგობიჭებს სტუდენტებს დაძდებდნენ ტროტუარზე დგომის გამო აი ამ თავისუფლების დასაცავად კონსტიტუციური რომელიც გარანტირებული გვაქვს და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ ეს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მათ შორის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის და მქონე და ასე შემდეგ მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ჩვენ საუბრობთ უცხო ქვეყნის გავლენაზე და ვინ საუბრობთ ამაზე ყველაზე ხშირად ქართული ოცნება თუმცა ამ ჭრილში ევროკავშირი რომელშიც ჩვენ გაერთიანება გსურს და მათი გავლენა ბუნებრივად გსურს იმიტომ რომ გავლენა იგულისხმება სტანდარტები ევროკავშირის როგორ უნდა გაწევრიანდე კავშირში რომელიც სტანდარტების თანაზიარი არ ხარ მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ირანის გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე სწორედ აი ამ გავლენის აღკვეთაზე არის საუბარი რა თქმა უნდა სპეციალური სამსახურების მიერ აღკვეთაზე და არა ის რომ მათ აღსარების თავისუფლება ჰქონდეთ რა თქმა უნდა ამაზე საუბარი ზედმეტია ეს ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია კი ბატონო და ისევ ირანში ვთქვათ ყაველაშვილის მოახლოებულ ვიზიტს რომ დაუბრუნდეთ ეს რა სიგნალია იგივე თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფუჭებული ურთიერთობები რა სიგნალია ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორისთვის სტრატეგიული პარტნიორის მისამართით ჩვენ ვხედავთ რაღაცნაირად გარკვეულ ძვრებს ორ ქვეყანას ურთიერთობების თვალსაზრისით ქართული ოცნება ერწყმუნება რომ ყველაფერი მალე დაალაგდება ყველაფერი დროის საკითხია და ისინი მზად არიან ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყონ ეს ვიზიტი როგორ იქნება აღქმული ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ვიზიტი რა თქმა უნდა იქნება ძალიან ნეგატიურად აღქმული როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ის ნაბიჯები და პოლიტიკა რომელიც იყო გადადგმული მიუხედავად იმისა რომ აგერ გუშინ საელჩოში კობახიძე საუბრობდა მიღებაზე საუბრობდა შეერთებულ შტატებს რომ სთავაზობენ ახალი ფურცლიდან დაწყებას რა თქმა უნდა სთავაზობენ რადგანაც უნდათ ნორმალიზება იმ რეალობის ანუ ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბების რომელიც იქნება რეალურად ჩინეთის რუსეთის და ირანის გავლენის ქვეშ და ნორმალიზება მოხდება შეერთებულ შტატებთან. ამის საპირწონე არის მაგალითი, თუნდაც იგივე სომხეთის რატო არის ესეთი დამოკიდებულება, ეს სიმპათია საიდან გაჩნდა ადრე ხომ არ იყო? გაჩნდა იქიდან რომ სომხეთი დღეს არის შეერთებულ შტატების სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორი და დანარჩენ ქვეყნებთან აბალანსებს ურთიერთობებს. იმფოზე როდესაც რუსეთისგან ზეწოლას განიცდის ესეც დღეს ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტმა ამის მიუხედავად ნახეთ როგორ ჩატარდა სომხეთში არჩევნები. და ამავდროულად რუსეთის გავლენიდან გამოდის და ევროკავშირში ინტეგრაცია სურს. ქართულმა ოცნებამ უკვე აწყობილი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან რა გაუკეთა ევროკავშირთან გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მქონე ვართ სომხეთი ახლოსაც კი არ არის ამასთან ჯერ შესაბამისად აქ არის საუბარი პოლიტიკურ მდგენელზე ქართულმა ოცნებამ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო და ისეთი პოლიტიკა აწარმოა რომ ნდობა ჩამოშალა მთლიანად და ნორმალიზება ამ ყველაფრის უბრალოდ ვერ მოხდება რადგანაც არსებობს ალტერნატიული მაგალითი და თუ მრავალ ვექტორობაზე არის საუბარი მრავალ ვექტორობა უნდა იყოს როგორც არის მაგალითად სომხეთში დღეს და ეს ნიშნავს რას? საქართველოს უყენებენ ზუსტად იგივე პირობებს. შეერთებულ შტატები რას ამბობს? თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები და ეს ნაბიჯები გულისხმობს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების აღდგენას. ანუ საქართველო ვაშინგტონის თვალში არ აღიქმება ავტორიტარულ ქვეყანად და ქართველი ერის განწირვას არ აპირებენ ავტორიტარიზმისთვის და აი ამ ავტორიტარული ბანაკისთვის. სწორედ ამიტომ პირობები დგას. ეხლა პირობების მიღმა ზოგიერთ საკითხში ტექნიკური თანამშრომლობა ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ პირობები დგას ნორმალიზაციისთვის და შეუძლებელია რომ ერთი მხრივ ივანიშვილმა აქ დიქტატურა ჩამოაყალიბოს და მეორე მხრივ შეერთებულ შტატებთან ნორმალიზაცია მოახდინოს. კი ბატონო გიორგი ვილაპარაკოთ ასევე ჯერ საქართველოზე პოლიტიკურ პარტიაზე რომლის მრჩეველიც თქვენ
ხართ, ეს პარტია ოფიციალურად აფუძნა რამდენიმე დღის წინ და აირჩიეს თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი. რა შეგიძლიათ გითხრათ ამ პოლიტიკური მოძრაობის შესახებ, რამდენად აქვს მას უნარი, ძალა, საიმისოდ რომ რაღაცნაირად გაუმკლავდეს იგივე ქართული ოცნების შემოტევებს, ვიცით, აი წინასწარმართან ვლაპარაკობდით, რომ საქმეები აღზრული და ასე შემდეგ, ოპონენტების 8 პოლიტიკური ძალის ლიდერის ძის განსაჯელის სკამზე, აი ამ მიმართულებით თქვენ რისკები რაღაც თუ გაქვთ გათვლილი, გითხარით ამ მოძრაობის შესახებ უფრო მეტი. რა ძალაა, რა პრიორიტეტებით და ასე შემდეგ. კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ, რომ მე სწორედ მრჩევლის, ანუ პარტიის მიღმა მრჩევლის სტატუსით ვიქნები და ვფიქრობ, რომ ამით ხელს შევუწყობ იმას, რომ ეს პოლიტიკური პლატფორმა ასევე განვითარდეს. ვფიქრობ, რომ იმ ველში, რომელიც ახლა გაგვაჩნია ქვეყანაში, მათ შორის ალიანსი, როგორც მსხვილი ცენტრი, ასე ვთქვათ, ხო, პოლიტიკური, ამის პარალელურად ჯერ საქართველოს ალტერნატიული სხვა ხელწერის მქონე და სხვა მიდგომის მქონე, მათ შორის ახლა ძალიან სიგრძნისეულად რომ არ წავიდეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვა საზოგადოების სხვა ნაწილზე გადის და პოტენციური მისი ამომრჩეველი სხვა ნაწილია ჩვენი საზოგადოების, ეს იქნება ძალიან სერიოზული დამატება ჩვენი ოპოზიციური ველისთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ საბოლოო ჯამში ყველა სეგმენტთან საზოგადოების მუშაობა სხვადასხვა ხელწერით, სხვადასხვა მიდგომით მე უბრალოდ მოვუწოდებ ოპოზიციას და ყველა საერთოდ მებრძოლს ხო ოპოზიციურ ველზე. ჩვენ ხო ძალიან რთული ველი პროცესი გავიარეთ, სასამართლო საქმეები ეხლაც მიმდინარეობს და ასე შემდეგ, რუსთაველი წნეხი, პოლიტპატიმრები კონცენტრირდეთ რომ ჩვენ ავტორიტარული რეჟიმი გვებრძვის და ამ კუთხით სხვადასხვა ხელწერის და მიდგომის თუნდაც თავისი სირთულეებით და პრობლემებით ყველა ოპოზიციურ პარტიას თავისი ასე ვთქვათ სირთულე გააჩნია. ამ ყველაფრის მიღმა შევძლოთ ერთიანი კონსოლიდაცია საბოლოო მიზნისთვის, ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის გამარჯვება და დემოკრატიის დაბრუნება. მადლობა გიორგი სტუდიაში მობრძანებისთვის. პარტია ჯერ საქართველოს მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი იყო ჩვენთან სტუდიაში. მას ვემშვიდობებით.